საქართველოში ვიზიტად მყოფ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშურას მეჯლისის არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის დელეგაციას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობა და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებაა. ლევან ვარშალომიძემ ჯგუფის წევრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე არაბმა სტუმრებმა ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში აჭარაში არაბი ბიზნესმენები ჩამოვლენ. ვაკაციან დელეგაციას მეჯლისის თავმჯდომარე აბდულლა რაჰმან ალდრესი ხელმძღვანელობს. არაბი კანონმდებლების ვიზიტი საქართველოში 21 მაისს დაიწყო და 28 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოში უკვე 5 დღეა ვიმყოფებით. ვეცნობით თქვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. ასევე გვაინტერესებს აქ შექმნილი ბიზნეს გარემო. ძალიან კმაყოფილი ვარ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრით. სამომავლოდ ჩვენი ვიზიტები უფრო ინტენსიური იქნება. უახლოეს პერიოდში კი ჩვენ უკვე ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვალთ და აქ ინვესტიციებს განვახორციელებთ. შეხვედრაზე შესფერმიტოდებული იქნა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე აღმშენებლობისა და განვითარების პროცესების შესახებ. მათ მიერ დიდი დაინტერესება იქნა გამოთქმული, მათ მიერ იქნა აღნიშნული შტაბ-შტილებები, რომელიც მათ მიიღეს ბათუმში, ზოგადად საქართველოში ვიზიტის შედეგად და ისინი დაგვირდნენ, რომ ამ ინფორმაციას ზუსტად მიაწვდიან თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით კი ბიზნეს გარემოს, რადგანაც ბიზნეს საზოგადოებას, რადგანაც ჩვენს რეგიონში არის საკმაოდ კარგი პირობები ბიზნეს განვითარებისათვის.